ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხვა პუტინის შესახებაც დაუსვეს ჟურნალისტები დაინტერესდნენ. ახსენეს თუ არა ტრამპმა და პუტინმა ნიკოლას მადურო ბოლო სატელეფონო საუბარში. ტრამპმა უპასუხა, რომ მადუროზე არ უსაუბრიათ და დაამატა, რომ ის ვლადიმერ პუტინით კმაყოფილი არ არის. შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით შეერთებულმა შტატებმა დიქტატორებთან გამკლავების მკაფიო გზა აჩვენა. The governor of Louisiana called, great person. To our chairman, Dan. I'm not thrilled with Putin. პუტინით არ ვარ აღთხოვანებული, ის ძალიან ბევრ ადამიანს კლავს. მეგონა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა. ასე არ არის. ორივემ საკმაოდ ცუდი რამ გააკეთა. მეგონა რომ მოგვარდებოდა. ბატონი ვიტკოფიც აქ არის. ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ისეთი ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. Ну, что я могу сказать? რა უნდა ვთქვა? თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შესაძლებელია, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ. Штаты Америки знают, что им робити далі.